საღამო მშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ყველას ძალიან დიდი სიყვარულით. ეთერშია საავტორო გადაცემა სათნოების საათი, მისი წამყვანი და ავტორი ციცი გურიელი გახლავართ. მინდა ჩემი დღევანდელი არაჩვეულებრივი სტუმრები წარმოგიდგინოთ. ძალიან ყველასთვის ცნობილი ქალბატონები, მაგრამ მაინც უნდა წარმოგიდგინოთ. ქალბატონი მზია ხეთაგური, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ქალბატონი თამარ ხიზანიშვილი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი გახლავთ და რეჟისორი და ქალბატონი ციცინო ბაბუციძე, მწერალი. აი ეს არაჩვეულებრივი ქალბატონები მყავს დღეს სტუდიაში სტუმრად და ვისაუბრებთ ძალიან კარგ ადამიანზე, ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებაზე, მნიშვნელოვანს ზე როგორც თავის შემოქმედებით, როგორც თავისი პიროვნებით და განვლილი ცხოვრებით, როგორც ქართველებისთვის, ისე ოსი ეროვნების ადამიანებისთვის საუბარი გვექნება ცხინვალში დაბადებულ არაჩვეულებრივ პიროვნებაზე, ხელოვან ადამიანზე, შოთა დარბუაშვილზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 70 წლის იუბილე აღუნიშნეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში. ძალიან დიდი სიყვარულით და ამ ღონისძიების სულისჩამდგმელი და წამყვანი გახლდათ ქალბატონი თამარ ხიზანიშვილი. აი ამ ღონისძიებაზე ძალიან ბევრი კარგი სიტყვა ითქვა და კარგი მოგონებები გაიხსენეს ბატონ შოთაზე და მის განვლილ ცხოვრებაზე. მაგრამ მე მინდა რომ ქართული ტელევიზიის მაყურებელმა, ტელევიზიას უფრო მეტი მაყურებელი ყავს, მოისმინოს აი ამ ქალბატონებისგან, რომლებიც გახლავთ ბატონი შოთას უახლოესი მეგობრები, მთელი ცხოვრება რომ ერთად მოდიან, აი ამ ქალბატონებისგან მოისმინონ ძალიან ბევრი კარგი მოგონება და ბევრი კარგი სიტყვა. მოგესალმებით, ძვირფასებო. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დავიწყოთ ქალბატონი მზიასგან. ქალბატონი მზია, თქვენ ბრძანდებოდით აი არაჩვეულებრივ ღონისძიებაზე, რომელიც შოთა დარბუაშვილის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. ქალბატონი თამარის ღონისძიება გახდათ ეს მისი კი ბატონო თაოსნობით. თუ თამარით დავიწყოთ, რახან თქვენი იყო. მოდი თამარით დავიწყოთ, იმიტომ რომ თქვენი ღონისძიება იყო. კი ბატონო. აი გისმენთ ახლა თამარ ბატონი, ქალბატონო თამარ ბატონ შოთაზე ძალიან კარგი ბევრი რამ ითქვა იქ და აი ჩვენი მაყურებლისთვის, ჩვენი ქართული ტელევიზიის მაყურებლისთვის, რომელსაც ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს საზღვარგარეთ, ვინ არის შოთა დარბუაშვილი? იცით როგორ არის ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც უტყვი მოწმენი არიან ქართული კულტურის იმ სივრცეში, იმ არეალში. ყოფნისა და არსებობისა ასე ადამიანებიც. რა თქმა უნდა. და აი სწორედ ბატონ შოთას რო უყურებ, ჩვენი მეგობარი ახლობელია, მაგრამ ხანახან მგონია რომ ეს არის ცოცხალი მოწმე, აი რაღაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ჩვენი ქალაქის გამაერთიანებელი რაღაცნაირი სახე, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ატაროს პოეზიაც, მუსიკაც, დიდი სიყვარული, მოგონებები და ის ძველი ცხინვალი, რომელიც ჩვენს გულებში არის და რომელიც იქ დაგვრჩა ახლა ჩვენ და შოთიკო ხდება ხოლმე ჩვენი აი ამ გახსენებების რაღაცნაირი საწყისი, რაღაცნაირი ესეთ სივრცეს იტოვებს თვითონ თავისი პოეზიით და მისი პოეზიაც ხო ეგეთია, რომ რასაც წერს, ყველაფერი იმღერება. რა თქმა უნდა. ამიტომ რასაც წერს, ყველაფერი მოგონებებშია და როცა ვკითხულობთ, ყოველთვის ჩდება ჩვენს თვალებში, ჩვენს გულებში ძველი ცხინვალი. ის კარგი ქალაქი, თავისი პატარა თეატრი, სადაც შოთას მამა ძალიან დიდხანს მუშაობდა და ცნობილი არტისტი იყო. შოტიკოსის ბონვარონის ანსამბლის ცისკრის ვარსკვლავი რომ ერქვა და ოსებიც და ქართველებიც ერთად ამ საესტრადო მარათონში იყვნენ ჩაბმული და ეს ანსამბლი გახდა
და ესეთი ყველა ჩვენთაგანი ახალგაზრდობა. ამიტომ შოთიკო რაღაცნაირად მე ვეძახი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ხარ. მეთქი და კვდება სიცილი. შენ გინდა რომ მე ვიყო ძეგლიო, მაგრამ მე ვარ ცოცხალიო. მე ვარ ცოცხალი ძეგლიო. მოსიარულეო. მე მინდა რომ აი ძალიან დიდხანს იყოს ის და სანამ ჩვენ შეგვიძლია იმ ქალაქის მონატრება დაბრუნების დიდი სურვილიც აქედან არის. რა თქმა უნდა, აი ხა თქვენის ნებართვით მე ცოტა ამონარიდი ამოვიწერე ბიოგრაფიიდან და წავიკითხავ. შოთა დარბუაშვილი გახლავთ ცხინვალელი ქართველი პოეტი, მუსიკოსი, ჟურნალისტი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი. შემოქმედებით საქმიანობა დაიწყო 1970-იან წლებში თანამოაზრეებთან ერთად შექმნა როკ ჯგუფი, როგორც ქალბატონმა თამარმა ბძანა ბონვარონი, ცისკრის ვარსკვლავი, ულამაზესია თარგმნილი, ხო? იყო დრამერი ამ ჯგუფის და სოლისტი გახდათ 1988-90 წლებში ბრძანდებოდა ბონვარონის სამხატვრო ხელმძღვანელი. იგი 1991 წელს მიიწვიეს ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ ლიახში, რომლის დამფუძნებელიც გახდათ ბატონი დავით ელბაქიძე, არაჩვეულებრივი პიროვნება, ნათელში იყოს არაჩვეულებრივი პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა აი ამ ანსამბლის ჩამოყალიბებაში. დღეს უკვე ანსამბლი გახლავთ სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ნართები. დღემდე ამ ანსამბლის სოლისტი გახლავთ ბატონი შოთაც. წლების მანძილზე იგი გახდა რესპუბლიკური თუ მსოფლიო მუსიკალური ფესტივალების არაერთგზის ლაურეატი. გამოცემული აქვს 4 პოეტური კრებული, ლიტერატურული ცხინვალის სარედაქციო საბჭოს წევრი ბრძანდება, ივანე მაჩაბლის საზოგადოების დამაარსებელი და ვიცე-თავმჯდომარე, რომლის თავმჯდომარე ბრძანდებოდა ბატონი გურამ შარაძე და აი ასეთ არაჩვეულებრივ ადამიანზე გვაქვს დღეს ჩვენ საუბარი. ქალბატონო მზია, აი ვამბობთ, ვახსენებთ შოთა დარბუაშვილს, საუბრობთ აი ამ არაჩვეულებრივ პიროვნებაზე, რომელთანაც თქვენ ძალიან ბევრი რამ გაკავშირებთ და რას ეტყოდით საზოგადოებას აი ამ პიროვნების შესახებ? დავიწყებ იქიდან, რომ მე ვარ მისი პირველი წიგნის რედაქტორი და თუ შეიძლება ითქვას, მწერალთა შორის პირველმა ასე ვთქვათ, აღმოვაჩინე, როგორც არაჩვეულებრივად საინტერესო პოეტი შოთა დარბუაშვილი. რა თქმა უნდა, მე მას მანამდეც ვიცნობდი ცხინვალიდან და უნდა გითხრათ, რომ მისი მამა ვანო დარბუაშვილი ძალიან ცნობილი ცხინვალე შესანიშნავი მსახიობი იყო ცხინვალის თეატრში, ქართულ თეატრში. ახლა მაყურებას რო არაერიოს რამე, ცხინვალის თეატრში იყო 2 დასი. ერთი ოსური, მეორე ქართული. ეს რა თქმა უნდა ფესვები ქართულიდან მოდის, იმიტომ რომ უძველესი თეატრია, რომელიც სამწუხაროდ ახლა არის დევნილობაში და მართალი გითხრათ, დიდ ყურადღებას არც არავინ არ აქცევს ამ შესანიშნავ თეატრს, თავის შესანიშნავი მსახიობებით, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩნენ, სამწუხაროდ ისეთები დაიხოცნენ უკვე, რომლებიც მართლაც ცხინვალე მსახიობები იყვნენ და მე ვფიქრობ, რომ როცა შოთაზე ვლაპარაკობთ, ამ თეატრის არხსენება შეუძლებელია. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ის იმ დროს, როდესაც ასეთი რთული ვითარება დაიწყო ცხინვალში და რუსებსა და ქართველებს შორის, მამამისი შოთა დარბუაშვილი იმხანად იკავად გახდა, ჩაწვა და ვეღარ დგებოდა, უკვე ისე ინერვიულა და ისე განიცადა და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მაშინ შესვლა ქართველების ყოველად შეუძლებელი იყო და მამამისს რომ მიასვენებდნენ, სხვათა შორის ისე ოსები, დიდი პატივისცეს. მიასვენებდნენ შოთა როგორც შვილი და ბევრი მისი ახლობელი საზღვარს აქეთ, ეგრეთ წოდებული საზღვარი იდგნენ და აქედან ტიროდნენ და ასე მიაცილებდნენ ცრემლებით ამ ძვირფას ადამიანს. შოთას გენეტიკურად აქვს ნიჭიერება, მამის მხრიდან, დედაც საკმაოდ საინტერესო ქალი იყო და მახსოვს ბონვარონი, თქვენ რომ ახსენეთ, აი ეს ისეთი მოვლენა იყო, არა მარტო ცხინვალში, მოიარეს მთელი საბჭოთა კავშირი, მე საზღვარგარეთაც იყვნენ. ეს იყო როგორც ეძახდნენ მათ, ეს მეორე იმათ ბიტელსებს, ხო, მართლა
ისეთი სერიოზულად საინტერესო საესტრადო რამ იყო, რომ ხმებიდან დაწყებული მუსიკით გაგრძელებული რაღაცა სტილით ყველაფრით რაღაც გამორჩეულები იყვნენ ვარცხნილობა, ჩაცმულობა, ხო, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა შოთამ სწორედ აი ამ წარმატებაში. შოთა გარდა იმისა, რომ არის მშვენიერი პოეტი, მშვენიერი მომღერალი, ლოტბარი, ესე იგი საზოგადო მოღვაწეობისთვის დამახასიათებელი თვისებებით, გარდა ამისა, მე ასე მგონია, ის ცხინვალის შიდა ქართლის სინდის ნამუსია. მე ასე მგონია, რომ ლიახვში ჩაწურული მისი ცრემლი იმდენად როგორ თქვა, იცით, ცხარეა, რომ ის არ გაითქვიფა ლიახვში და ასე მგონია იჯერ კიდე იქ ციმციმებს და მისი პიროვნება, შინაგანი პიროვნება არის არტისტიზმით სავსე, ოღონდ ძალიან ბუნებრივი არტისტიზმით სავსე და მის ლექსებში ეს არტისტიზმი იგრძნობა, მაგრამ დადის ცოცხალი მოარული, შოთა არის მოარული სევდა, რომელიც არასოდეს არ წაიშლება, ვიდრე ცხინვალი არ დაბრუნდება. ღმერთმა ქნას რომ დაბრუნდეს, მაგრამ მე ძალიან ვშიშობ, რომ ეს ან ძალიან გვიან იქნება, ან შეიძლება სულ არ მოხდეს, თუ ჩვენი პოლიტიკა არ ითანამშრომლებს ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც ესმით რა, როგორ და რანაირად და როგორ ის კი არა და ქართული თეატრი, საერთოდ ცხინვალიდან ვინც კი არის წამოსული იქიდან, ყველა ოსი გონიათ. ოსობას კი არ ვწუნობ, მე პირადად ნახევრად ოსი ვარ, ხო? მაგრამ როცა არა ციცინო ბაბუსიძე რო არ არის ოსი, რა, მხოლოდ იმიტომ რომ ცხინვალიდან არის, ოსიაო, ხო ამბობდნენ. ასევე თაბრიკო ხიზანიშვილზე, ხო? ესე იგი, ჩვენმა თვითონ, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა საქართველომ არის ის რა არის სამაჩაბლო. წარმოდგენა არ აქვს რა არის სამაჩაბლო და რადგან ეს სამხრეთ ოსეთი უწოდეს ხელოვნურად რუსეთის დახმარებით ბჭყალებში და ეს რუსეთი ეს 70-75 წელი იყო სამხრეთ ოსეთი. 20 საუკუნე საქართველო იყო და რატომღაც აქაც ასე ვინმე ცხინვალელია ხო ის ოსი, ვინმე ცხინვალიდან ჩამოვიდა ოსებში როგორ არის საქმე ეკითხებიან. ოსეთში ის ოსეთი არ არის. ის არის სამაჩაბლო. და აი ამ სამაჩაბლოს შესანიშნავი წარმომადგენელია ჩვენი შოთა გარბუაშვილი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მე მინდა ეხლა წაგეკითხოთ ლექსი, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით მას ეძღვნება. გისმენთ სიამოვნებით. სამაჩაბლოში სხვა საქართველო, სხვა სურნელება და სხვა ხიბლია. მაჩაბლის ენა გამორჩეული ქართული ჯიშის ხსნა სამხილია. წინა თუ მტარვალს ხმალი ზარავდა, აქ წმინდა ენით დროც მახვილია, სამაჩაბლოა თავად მარაბდა, სხვა დანარჩენი მოძახილია. დაკარგულია მაჩაბლის სახლი, თვით მაჩაბელიც დაკარგულია, ქართულ ენაზე ტყვიების დახლით ბგერებით ცაში გაფანტულია, ზღვა დასაღებენ სხვა ქვეყნის რუებს, შავ ზღვას კი მარად შავ ზღვა ტუვლია, თუ აფხაზეთი ვერ დავიბრუნეთ, მას სამაჩაბლოც დაკარგულია, მზეგულში სხივებს ვერ გაიხუნებს ცხინვალი, ჩვენი საგანძურია, თუ სამაჩაბლოს ვერ დავიბრუნებთ, მას საქართველოც დაკარგული. აი, ასეთი საქართველო გვიყვარს მე და შოთა გარბუაშვილს და ასეთ საქართველოს მივტირით და ვცვლით, რომ თუ სამაჩაბლო არ დაბრუნდება, მთელი საქართველო არის დაკარგული. ჩემი შესაძლებელი ვიღაცას გადაჭარბებით მოეჩვენოს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ქართლის გარეშე, მით უმეტეს შიდა ქართლის გარეშე, საიდანაც თავად მაჩაბელი იყო ივანე მაჩაბელი, ცხინვალე მთარგმნელი და შესანიშნავი ენის პატრონი, რომელსაც ჭავჭე ძილია ჭავჭამაძე მიანდო შექსპირის თარგმნა იმდენად კარგი ენით თარგმნიდა, რანაირად შეიძლება ჩვენ ის დავკარგოთ, როგორც ნამდვილი ქართული გენი, ქართული ჯიში და შესაძლებელი ითქვას, შეიძლება ითქვას, როგორც ქართული იცით რა მინდა, აი ვცდილობ ახლა ვიპოვო, როგორც ქართული გენი და ქართული ჯიში კი არა მარტო, როგორც ქართული სინდის ნამუსი. მე ასე მგონია. ასე რომ ჩემ შოთას კიდევ ერთხელ მივესალმები და მიმაჩნია, რომ მან უდიდესი საქმე უკვე გააკეთა თავისი ქართლისთვის და მთელი საქართველოსთვის. მე თუ კიდევ გავეხსენებთ მერაბ ელიოზიშვილს,
რომელიც ძალიან პატივსცემდა შოთას ნაწარმოებებს, ძალიან უყვარდა და მერაბ ბელიოზიშვილი ხო ცნობილია, რომ უდიდესი მწერალია. კი ბატონო. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით მე ჩემ შოთას ვეფერები, მინდა რომ ვუსურვო წარმატება სასაცილო სიტყვა, ის უკვე წარმატებულია, მინდა ვუსურვო ხნეობა, ჯანმრთელობა და რაც თავარია არ დაეკარგოს იმედი იმისა რომ დაუბრუნდებით. აუცილებლად. ქალბატონო მზია, თქვენ სიტყვა არ დაივიწყოთ, მერაბ ბელიოზიშვილზე გავაგრძელებთ საუბარს და ბატონ შოთასთან დაკავშირებით. მე მინდა ჩვენი ქალბატონი ციცინო ჩავთოთ საუბარში, იმიტომ რომ ქალბატონი ციცინოც იმიტომ ბრძანდება თქვენთან ერთად, რომ არის ბატონი შოთას მეგობარი წლების მანძილზე და ჩვენ ერთად ვისხედით აი საიუბილეო საღამოზე კი ოსეთის ადმინისტრაციაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში და ეგრეთ წოდებული კი ბატონო და ესე იგი გულაჩუყებული ვიჯექი, იმიტომ რომ ქვითინებდა ქალბატონი ციცინო ქვითინებდა, მე კიდე მეტი არ მინდა, გული მეც ამიჩუყდა და აი ასე თან ვაწყნარებდი, თან ცრემლებს ვიწმენდი და აბა ციცინო, ჩემო კარგო. რას ეტყვი ჩვენს ტელემაყურებელს, ქართული ტელევიზიის მაყურებელს, ბატონ შოთა დარბუაშვილზე, ცხინვალის და სამხრეთ ოსეთის არა, სამაჩაბლოს სინდის ნამუსზე, როგორც ქალბატონმა მზიამ ბრძანა. ნამდვილად. დავიწყებ იმით, რომ მივესალმები შოთას, რომელიც დღეს განიცდის ძალიან, რომ უიმისოდ მოვიკითხოთ სიყვარულით, კი ბატონო. გადავცემ დიდ მოკითხვას მას, მის ოჯახს, მის კოლეგებს, ვისთანაც ერთად მოღვაწეობს. დღეს ქვიშხეთშია უკვე აქედან წავიდა ძალიან მალე საღამოს შემდეგ, იუბილე რომ დასრულდა. სამწუხაროდ ჯანმრთელობის გამო ვერ შეძლო აქ მოსვლა, მაგრამ მისი გული ჩვენთან არის და მე მიყვარს ეს ადამიანი ძალიან, ვაფასებ. თამარმას თქვა, რომ ძეგლია კულტურული ძეგლი, მაგრამ აქვს კიდევ სხვა სინონიმით შოთას. შოთა არის ხიდი. ნამდვილად. ქართულ ოსურ ურთიერთობებში, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი, ძალიან ბევრ ვცდილობთ, ძალიან ბევრ ამას ვაკეთებთ შერიგებისთვის, ურთიერთობების გათბობისთვის, მაგრამ შოთა სხვა განზომილებაში ცხოვრობს თავისი პროზით და თავისი პოეზიით. სანამ აირეოდა ურთიერთობა და სანამ დაიძაბებოდა, მახსოვს, რომ ასეთი ძალიან ცნაური რამ თქვა შოთამ, რომ პროზის ციხეში ვცხოვრობო. წარმოგიდგენიათ ის სხვანაირად გრძნობთ ალბათ პოეტის გული იმ მიმდინარე მოვლენებს, რაც ხდებოდა და ეხლა ჩემ წინ დევს აგერ წიგნი შენ და მირწმენით. ძალიან საინტერესო წიგნია, რომ გარდა ლექსებისა არის პროზაც. წავიკითხავთ, აუცილებლად წავიკითხავთ და ისეთი წერილებია მიწერილი თითოეული ლექსი ხო თავისთავად აი იმ დიდ პროზაში წერილები კიდე ციხი აი პროზის ციხიდან ვერ გამოდის ყოველ ლექს შეიძლება პროზის ციხე დაარქვა იმდენი ტკივილია და იმდენი სევდა რომ ასე მგონია შოთას ფესვები აქვს გადგმული ცხინვალში და აი ეს ლექსები ეს ურთიერთობა რაც აქეთ დამყარდა ჩვენ შორის არის ყლორტები რომლებიც უნდა დაუბრუნდნენ მე იმ ფესვებს აუცილებლად სხვაგვარად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ შოთა გულმართალი კაცია ძალიან. ვერ დაწერდა ასეთ მართალ ლექსებს, ის სიყვარული რომ არ დაენახა, ის ურთიერთობა რომ არ დაენახა, ბონვარონი რამდენჯერმე ვახსენეთ ჩვენ და წარმოიდგინეთ მაშინ როცა ბონვარონი შეიქმნა, სულ 3 ასაკს ჰქონდა სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი პესნიარებს, მგონი რეროს და ერთ-ერთი იყო ბონვარონი და ესენი მართლა ლეგენდად დარჩნენ. ეს ბიჭები და ლეგენდაა მათი ურთიერთობა დღეს რომ ესე იგი ამდენმა კატაკლიზმებმა რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა აი იმ სიყვარულს და იმ ურთიერთობას რაც ამ ბიჭებს აკავშირებდა და რითიც ეს ბიჭები ჩვენ ქალაქთან გვაკავშირებდნენ ვერაფერი ვერ დააკლო ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება მე ის ანსამბლი ლიახვი ეს იყო ქართული სული და ახაც ბუნებრივად მოხდა შერწყმა როგორც ბონვარონში ლიახვშიც ქართულ ოსურ სიმღერებს მღეროდნენ და როცა
ეს პატარა ქალაქში მიდიხარ დარბაზში ზიხარ და ორივე ენაზე ძირითადად ოსები და ქართველები ცხოვრობდნენ ისმე შენ საყვარელ სიმღერას შენს ენაზე შესრულებულ სიმღერას ეს არის თითოეული სიმღერა თითო ხეა ალბათ დარგული იქ და დღეს ჩვენ აი ზუსტად იმ სიყვარულის ნაყოფით ვცხოვრობთ ალბათ და ისე გაძლებინებს ის ურთიერთობა იმიტომ რომ ჯერჯერობით ჩვენი ასაკის ხალხი ცოცხლები ვართ ისე ვარსებობთ ვარ და ძალიან ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობას რაც ჩვენ ქალაქთან გვაკავშირებდა და ერთმანეთთან გვაკავშირებდა ის რაც მოხდა ის საშინელება რაც დატრიალდა ამას ისეთი მრავალმხრივი სახე აქვს შემოძვირფასო რომ შეიძლება 10 წლეულები დასჭირდეს რომ საზოგადოებამ კიდე ბოლომდე გაიგოს სიმართლე მაგრამ თელმა საქართველოს უნდა იცოდეს რომ სამაჩაბლოს მიწაწყლის ეროვნება არის ქართული და ის არის სუფთა წმინდა ქართული მიწაწყალი ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმ წიაღს აუცილებლად და განვაგრძოთ ცხოვრება ისე როგორც ცხოვრობდით მანამდე ისე მრავალეროვნულად მაგრამ იმ შეგნებით რომ აღარაფერი გასაყოფი არ უნდა გქონდეს რა თქმა უნდა არა შოთას ყველა ლექსი სწორედ აი ამისი დასტურია აი ეს პატარა ლექსია მოვიწერე წერან ბავშვებზე აქვს შოთას დაწერილი ყველას დაგვიწერია ალბათ და ჩვენი შემოქმედების ძირითადი წყარო იქიდან დევნილებისთვის და არადევნილებისთვისაც არის ის ურთიერთობები ის ტკივილი მაგრამ რაც ამ პატარა ლექსში ახლა რომელსაც წაგიკითხავთ მე ვფიქრობ რომ ყველა დევნილი ბავშვის გულია აქ ჩადებული იმიტომ რომ დიდებმა ძალიან ბევრი ტკივილი გადავიტანეთ დევნილობის დროს, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეული იყო აი თამარი და მე თაქმება ამაში ბავშვებისთვის მიმღებლობა სკოლებში, ქუჩაში, ეზოებში, ქალაქშიც შეიძლება ვინმე შემედავოს რომ ეს ასე არ არის, მაგრამ წლები გამოია. როგორ შეგედება როცა თავად ხარ ამის მოწმე. ასე იყო, იმიტომ რომ იმდენი რამე მაქვს ამაზე დაწერილი ხან მეშინია რომ ვკითხულობ იმას, მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა, მაგრამ მივუტევეთ ჩვენ იმ სამეზობლოს, იმ სამეგობროს, იმ ქუჩას, იმ ქალაქს და ვაგრძელებთ ვითომ ჩვეულებრივად ისევ ცხოვრებას. სახლებს იშენებენ ტოლვილი ბავშვები, მიწაზე ლოგინად ქაღალდი დაუგიათ, ქვებით გაუწყვიათ ოთახი რამდენი, ცხინვალზე ოცნების კოშკები აუგიათ, დრომ და ულმობლობამ თქვენი სიზმრებიდან რამდენი გაზაფხული მოწყვიტა, ეხ თქვენი თვალები შიშით იმზირება კუთვნილი სასახლე ქოხიდან, კისერზე გვაწვება ლოდი კვლავ ლოდინით, მშობელო კუთხევდა ედემო, მანამდე დააგეთ ქაღალდის ლოგინი, თქვენ ბუდი აშლილო ტრედებო. ძალიან დიდი ტკივილი. აი სხვათა შორის ეს წიგნი როცა მზადდებოდა, როდესაც გამოსაცემად მოიტანეთ ჩვენთან ეს ჩვენი გაკეთებულია ეს წიგნი და როცა მოიტანა ადმინისტრაციის და როცა მოიტანა ვერ წარმოიდგენთ ადმინისტრაციის თანამშრომლები როგორ კითხულობდით ამას. ისინი ფუცელ ხო დაქონდა აქეთ-იქით. მე ვეუბნებოდი სულ კომუნიკაციაში ვიყავ და სულ ვეუბნებოდი შოთქო კიდე მოძებნე არ მოიცა კაცო სადღაც რაღაცა მიდევს ეხლა სად მოიძებნო ერთი რვეული კიდე სადღაც არის მოიცადე ჯერ არ ახლა კიდე თავიდან მოიტანა მე მთელი ერთი რვეული რომელიც მე ნაწილობრივად შევიდა და უკან წაიღო კიდე გაასწორა ეს ყველაფერი და მე ისე უკან მოიტანა ერთი სიტყვით მე მგონია რომ კიდევ დარჩა გამოსაცემი აქ რაღაცები და აი 5 წლის წინ როცა გავაკეთეთ ერთი საღამო შოთისთვის მაშინ შევპირდით რომ ერთი მთლიანი გამოცემა იქნებ კიდევ და აი როცა ის გაავსებს კიდევ მთელ თავის შემოქმედებას ხო აი პირდებით რომ ადმინისტრაცია ეს პოპულარიზაციას გაუწევს მას როგორც საუკეთესო ცხინვალე ავტორს რამხელა სიყვარულია და რამხელა ბედნიერება ადამიანი სიცოცხლეში რო გრძნობს ამ ხელა სიყვარულს და აი რომ თქვი თამარ რომ ოსები
კითხულობდნენ და ტიროდნენ ადმინისტრაციის ხალხი, იტირებდნენ, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ლექსები კი არ არის, ფიქრისთვის განგაწყობს შოთას ლექსი, ჩაგაფიქრე. ჩაუღრმავდები ეგეთი გაწონასწორებული, მაგისი დიდი ფასი არის, პოეზიაში ხო გაწონასწორებული ძალიან ძნელია, იმიტომ რომ პოეზია ხო სულის ამბავია და აი ამოხეთქა, კი ბატონო. ვერ დაიჭერ ამას ხო? და მას აქვს აი ეს ქალაქური გაწონასწორებული სიტყვა, რომელიც ცხინვალს ხო, აი ცხინვალს უხდება. იმიტომ რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ იქ მისი ძმა ცხოვრობს, შვილები ცხოვრობენ, ეს კატაკლიზმები გაივლის დარწმუნებული ვარ და აი როცა ჩვენ ადგილზე აღმოჩნდებით, დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება, დღეს არა ხვალ, აი მერე ვნახავთ ის ძალიან ბევრი ადამიანი მოდის თავისი პოეზიის დასაჯბეჭდა დასახმარებლად ჩვენთან, მაგრამ მსგავსი გაწონასწორებული და ქართველის მიერ დანახული ეს ყველაფერი, როგორიც არის შოთაში, ეს იშვიათია. თანაბური გულის ამაჩუყებლად არის და ნაზად ხელოვნურობის ნატამარი რო არ ეტყება ამ ლექსებს. მიუკერძვებელი. არა, თვითონ თუნდაც ქვებუდიაში რომ ტრედება ბავშვებს უწევს, ხო, რა გულის ამაჩუყებელია, მაგრამ რა ბუნებრივი. აი, მანდ არ არის არც ერთი სიტყვა ისეთი, რომ ვიღაცა იპრანჭება ტკივილით. აი, პირიქით შენვე დაგეწურება გული. ესე იგი იმდენად აი დედას რომ ის არის გენიალურია ის მეო როცა თაობას მიმართავს მომავალ თაობას და ამბობს რომ ხო და მე რა მინდა კიდევ ისი არ გეყვარებაო სამშობლო როგორც მე მიყვარდაო მაგრამ სამშობლოს შენ ეყვარებიო მე ისე ძალიან მიყვარდაო ჩემ სამშობლოს მაგრამ სამშობლოსო არ უყვარდი ისე ძალიან მე იმიტომ რომ რთული დრო ჰქონდა სამშობლოს მაგრამ ჩემო შვილებო თქვენ ჩემზე მეტად ვერ გეყვარებათ, მაგრამ აი სამშობლოს, გაძლიერებულ სამშობლოს შენ უკვე ეყვარებიო. თან ერთი ინფორმაცია მინდა მივაწოდო ჩვენს მაყურებელს, რომ შესანიშნავმა პოეტმა, ძალიან ცნობილმა ბავშვობიდანვე აღიარებულმა მთელ საქართველოში ეკა ბაქრაძემ, რომელიც ხაშურში ცხოვრობს და შესანიშნავს გაზეთს, ჯერ თეატრი აქვს შესანიშნავი ბავშვების შექმნილი აკვარიუმი. სულ პრიზებს იღებენ ყველგან. და ამისა არის ლიტერატურული ხაშურის რედაქტორი გაზეთის და მთელი ნომერი მიუძღვნა შოთას შემოქმედებას, შოთას პიროვნებას და აგერ ეს ცოტა ხანში უკვე ასე ვთქვათ ხელთ გვექნება ჩვენ და ძალიან სასიხარულო ფაქტია. ამ წიგნში არის ინტერვიუ ეკა ბაქრაძის შოთა დარბუაშვილთან პროზა ძალიან საინტერესო და კითხვებს დიდი სიურპრიზი ელოდება ამ წიგნის წაკითხვით გულწრფელად ვამბობ, იმიტომ რომ აბსოლუტურად როგორც თქვი, წეგან მიუკერძვებლად წერს ოსებზეც და ქართველებზეც და სწორედად ეს არის აი სიყვარულის ნაღმი, ხო იყო ბოროტების ნაღმები ჩადებული. აი ეს შოთას ლექსები არის სიყვარულის ნაღმები. ეს უნდა აფეთქდეს აუცილებლად, ისე როგორც ეს შოთას სულს და შოთას სულთან. რომ დავიჭრათ სიყვარულით. კითხველები გამოვიდა იმ ამბების დროს არეულობა რომ დაიწყო და დედა და მამა დარჩნენ იქ და სამწუხაროდ ზოგი შეეწირა იქ დარჩენილი ადამიანი, უფროსი თაობის წარმომადგენლები და ჩავიდა მერე მაინც, იმიტომ დედა ავად იყო და ჩააკითხა და ნახე როგორი ლექსი აქვს. აგვისტოა, ცხინვალში ვარ, კარგს ვერაფერს ვხედავ. ასეთი რა დავაშავე მე ქართველმა ნეტამ, რომ ცხინვალში ჩავრჩი ასე, ავადმყოფი დედით, ვინ მარგუნა შხამით სავსე, დამცინავი ბედი, ზარბაზნები ქუხან, შუაღამით, დილით, რა ვქნა, მგონი დედას შია, შრუანტელი მივლის, შვილო, თევზი მენატრება, კრძალვით მეტყვის დედა. ამ სიტყვების გაგონება ჩემთვის არის ელდა. ფული სად მაქვს დედაჩემო, ჩემთვის ვიტყვი, ჩუმად. სროლის ხმაზე უნუგეშო ტყვიებს ყლაპავ, უმად. თავში ლექსი მიტრიალებს ტრიქონს ვაწყობ ხმებში და ყოველი თოთო სიტყვა კვლავ მიკვდება ხელში. ზარბაზნები ქუხს და სადღაც კვდება ერთი ბიჭი. ღმერთო, მიეცოს და ქართველს დაფიქრების ნიჭი. არაჩვეულებრივი. ქალბატონო მზია, ჩვენ დაუბრუნდეთ ახლა იმ თემას. მერაბელიოზიშვილთან დაკავშირებით.
ვიდრე ქალბატონი მზეა იტყვის ამას, ხო? ჩვენ ადმინისტრაცია ახლა მთელი წელია მუშაობს მერაბელიუსიშვილის ალბომზე. იცით რომ წელს გავიდა უკვე სამწუხაროდ საიუბილეო წელი 90 წლის შეუსრულდა, მაგრამ ძალიან კარგი წიგნი მზადდება, ეს იქნება წიგნი ალბომი მთელი მისი შემოქმედებით და იმედია პრეზენტაციაზე მოვწანთ. აუცილებლად. ეს მოიცავს დიდი სიამოვნებით მის ცხინვალის პერიოდს, კინოს, რელიგიას, თეატრს და აი ვერ წარმოიდგენთ რა დიდი სიყვარულით გროვდება იქ მასალა და ეხლა რო შემოდიოდით თქვენთან, სწორედ ქალბატონზეას ვეუბნებოდი რომ თქვენი გენიალური წერილი შეედის იქ მეთქი იმ წიგნში და ერთი ახალი კიდევ გაგვიკეთეთ კი დაგვიწერეთ. მერაბელიოზიშვილის სრულად იმსახურებს ძალიან დიდ ყურადღებას. ისეთივე ყურადღებას, როგორც ჩვენი დიდი მწერლები არიან, როთარ ჭილაძე, გურამ ბოჩარნაშვილი და ასე შემდეგ. მერაბის მთელი სიკეთე და მთელი ნიჭი იცით რაშია? არ იმდენად უბრალო, როგორც სამაჩაბლოს ჩვევია, როგორც ჩოთაშვევია. არ იმდენად უბრალო, ისეთი ენობრივი ქსოვილი აქვს, შიდა ნამდვილი ქართული და ისეთი კარგი ენა აქვს, რომელსაც სხვაგან ვერ მოისმენთ. ნაღდი ქართული, დარბაისლური, სამაჩაბლოური, თუ შეიძლება ითქვას ენა. აი ქსოვილივით არის ეს ენა, რომელსაც ის ქარგავს ფაქტიურად სიტყვებს და ძალიან უბრალო სიტყვებს და ხო იცით ყველაფერი უბრალო როგორი ლამაზია და როგორი საინტერესო. ხო და მე მაინც მგონია შეიძლება ვხსნები რომ მერაბელიოზიშვილს აკლია რაღაცა დაფასების ყურადღება. მაინც ასე მგონია. კი ჩატარდა იმისი თუმანიშვილის თეატრში ჩატარდა მისდამი მისული 90 წელიწადის მისული იუბილე, მაგრამ მე მომეჩვენა რომ ეს ძალიან ზედაპირული იყო. ხო ასე იყო თამაში. აი ეს რა იყო, იცით, მერაბი კი არ იყო, ის კონცერტი იყო ფაქტიურად. ამას ქვია მარილ მოუყრელი მადლი. კაცო, თუ აკეთებ ადამიანის მადლობა იმთიას და ყველას, მაგრამ თვითონ პიროვნების წარმოჩენა. იცით რა, იგრძნობოდა რომ ვინცი გამოდიოდა, უпростоრად ვინცი კონცერტივით ჩაერა, სიმღერები იყო, რაღაც ალექსები იყო, რაღაც ის იყო ყველაფერი. ასე მგონია რომ იმათ ბოლომდე არ იცოდნენ მერაბელიოზიშვილის ფასი. და ის ხალხი, რომელიც დარბაზში იჯდა, თქვა, ხო, თუნდაც ჩემი ჩათვლი და თუნდაც დამიმარცხე, ვინც უფრო მეტი ვიცოდით მერაბზე რაღაცა, ჩვენ ვისხედით, ხო, შენ ხო ვიყავით ეციცინო, ხო, ჩვენ ვისხედით მაყურებლებად. და რაც მაყურებლისთვის უნდა გადმოგეცა, ის არ ჩანდა იქ. და ვამბობ, კი არ ვაკრიტიკებ, ან კი არ ვლანძღავ, უბრალოდ შენიშნას ვაძლევ მათ, რომ უნდა ბევრი ვინმეთვის ეკითხათ სინამდვილეში, როგორ უნდა ყოფილიყო მისი იუბილე და რას იმსახურებს ეს. რას ლაპარაკობ? მერაბ კოკოჩაშვილმა დიდი მწვანებელი გადაიღო. და რამდენი ბებერი მეზურნეები რო გადაიღეს და რამდენი რამე დიდი მწვანებელი შესულია სოფლიოს 100 საუკეთესო ფილმში. თქვენ წარმოიდგინეთ თელეს ნაწარმოები და ჯერ მერაბის ბებერი მეზურნე რა ამბავი იყო, მერაბი შემოვიდა ქართულ ლიტერატურაში. რა ამბავი იყო, ჩადით გორშიო. ეხვეწებოდა ყველანი გორში დადგა ლილიოსელიანმა ბებერი მეზურნეები პირველად მერაბის ნაწარმოები. ჩადით გორში თუ გინდა თეატრი ნახოთ რა არის ნამდვილი დრამატურგია, ჩადით ხალხი ჩამოდიოდა გორში, იმისაც რომ ენახა ეს სპექტაკლი. ციცი ძირფასო, აი ნახეთ ხო ახლა ქართლში დიდი გაჭირვება, ხო? როცა მისი ძირითადი ნაწილი არის ოკუპირებული და ნახეთ როგორი ძალა იქ სიტყვის. აი როცა მე ბედნიერად თვლი ახლა თავს ვარ აქ თქვენთან, დიდი მადლობა ამისთვის და განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა შოთასაც, მერაბელიოზიშვილსაც, ქალბატონ მზეასაც, ციცისაც, იმათ ვისაც კალმის მოსხმა შეუძლიათ და იმ ტკივილისა და სიტყვის თქმა შეუძლიათ, რომელიც მერე ჩვენ მთელი ცხოვრება მეკובה. აი ნახეთ რა ძალა, როგორი ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა იმ კუთხეს ყველაზე მეტად უჭირს. ყველაზე მეტად. მაგრამ ეს სიძლიერე, სიტყვის სიძლიერე არასოდეს არ აქვს. რა თქმა უნდა. ქალბატონ თამარ, თქვენ როგორც აი
აი ამ დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელი. რა ხდება ახლა თქვენ შეიძლება იმაზე მეტი იცით ვიდრე მაგალითად დავუშვათ ჩვენ, ხო? აი დანარჩენმა საზოგადოებამ. პატარა მაგალითი შემიძლია გითხრათ, რომ სულ უახლოეს ხანში ჩვენ ცხინვალიდან ერთმა ოსმა მწერალმა გამოგვიგზავნა თავისი ნაწარმოებები ხელნაწერი და თქვა მე ვიცი რომ აქ არ იქნება მშვიდობა და ეს მშვიდობა არ არის რაც ცხინვალშია და მე ვიცი რომ მე არა ვარ პატარა ასაკით და ვიცი რომ ეს ყველაფერი შეიძლება დაიკარგოს ამიტომ გთხოვთ იქნება სადმე შეინახოთ ეს როცა იქ კალმოსანი ადამიანი ამას ფიქრობს და მე ამ ნაბიჯს დგამს მე არ ვლაპარაკობ ახლა ჯანდაცვის პროგრამებზე და მაგრამ კულტურულ ურთიერთობებზე თქვენ გონიათ ამას ისინი ვერ ხედავენ რომ ყველა ანსამბლი საქართველოში სიმცის ეკვას დიდი პატარა და ცხადდება ოსური ცეკვა თქვენ გონიათ ამას ისინი არ უყურებენ ის მათ გულის ნაწილში იდება და ჩვენი თითოეული სიტყვა ისე როგორც შოტიკოს ნათქვამი სიტყვა თავის გზას პოულობს მათი გულებისა აუცილებლად ვერ წარმოიდგენთ ჩემ Facebook-ზე რა დაემართა როდესაც მისი საიუბილეო სურათები დავდე ჯერ ერთი ქალბატონ მზიაზე იყო მოკითხვა და პირეдай პრივეტი და ვაიმე მზია და ეს ჩვენი მზია მერე შოტიკოზე მერე დებდნენ სურათებს მერე იყო ერთი აჟიტირება ეს მონატრება რადგანაც არსებობს და მონატრება არის მონატრებას აუცილებლად მოსდევს შეხვედრა აუცილებლად მე რაღაცნაირად ისეთი რწმენა მაქვს რომ ჩვენ დავბრუნდებით თქო რა ვიცი აუცილებლად რა ციცინო 5 წუთი დაგვრჩა და აი რას დაამატებ ჩემო კარგო და ჩვენ დავბრუნდებით ეგ არის ლირიკა კი ჩვენ ლირიკა მაგრამ ლირიკა არის სიტყვა რომელიც სამყაროში მაგრამ თვითონ ნამდვილი ეს ფაქტებზე აგებული მომავალი დიახ ეს სურვილია რომ ასე იყოს. რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ისე მიმდინარეობს ყველაფერი, რომ შეუძლებელია ამის იმედი გქონდეს. მანამდე სანამ დავბრუნდებით, ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი, არა მხოლოდ წერილობაში, არა მხოლოდ კულტურაში, არამედ ზოგადად პოლიტიკაში ჩემოძვირფასო, მაგრამ მანამდე ჩვენ არ ვჩერდებით, ქალბატონი მზია, ყველა ჩართულები ვართ, ჩავდივართ საზღვრისპირა სოფლებში, შეხვედრები გვაქვს სკოლის მოსწავლეებთან, იყო საინტერესო მწერალი ძალიან ვაჟა შაქარაშვილი, რომლის ხელმძღვანელობითაც ჩვენ ძალიან ხშირად დავდიოდით სხვადასხვა სოფლებში და მე გითხრათ, რომ შოთა დარბუაშვილი ძალიან აქტიურად იყო ჩართული, ხაშურიდან ჩამოდიოდა და ისე გვიერთდებოდა, ბოლომდე დარჩა ქართველად, ბოლომდე დაატარებს იმ ქართულ ოსურ მადლს მისი გამოჩენა ყოველთვის აღტაცებას იწევდა და მისი სიტყვა, რადგან ის იქ დაიბადა, იმ წიაღში დაიბადა და წეღანას თქვი, აი იმ ფესობიდან ამოდის ის სიტყვა, რომელიც დღეს ჩვენამდე აი ასეთი ლამაზი წიგნებით არის მოტანილი. მამაზე აქვს ძალიან საინტერესო ლექსი, მე ვიცი რომ ყველას ძალიან უყვარს ეს და წავიკითხავ რამდენიმე ლექსს მოვასწრებთ მე მგონი. მსახიობი იყო მამამისი, არაჩვეულებრივი პიროვნება, დაუვიწყარი ადამიანი ქართული საზოგადოებისთვის. გახსენით ფარდა, ერთხელ კიდევ გახსენით ფარდა, მომნატრებია მამაჩემის ხილვა სცენაზე, ირმისის თვეში მსახიობი გარდაიცვალა, მიაცილებდა უჩემობის შორის სინაზე, ნაომარ ქალაქს სისხლიანი თეატრის კედლებს, პირზე შემშრალი ღიმილიდან წასკდა ქვითინი, სიცარიელით სავსე დარბაზ ჩრდილები კვეთდა, ავანსცენაზე სუფლიორად იჯდა ქირქილი, შორით ლოდინი, რუქვითინი ხმაით უმალი, მიგაცილებდა ბოლოგზაზე ლოცვით უფალი, რუბელს ესვენა შენი სული ცამდე კეთილი და სამი კაცი იყო შენი ჭირის უფალი, ქარდატეხილი დღეების და წვიმების მერე, არს მე ყოფილ ვარ დალხენილი შენი ბედის ვარ, შვილმა სიმწარე საუკუნის საგზლად ავიღე, მამის საფლავთან დაჩოქება რომ არ მეღირწა, გახსენით ფარდა, კიდევ ერთხელ გახსენით ფარდა, ამოლივლიდნენ ვარსკვლავები აქ ამ სცენაზე, დგას მსახიობი, დადრო როგორც ახალი ერა, იწყებს საუბარს,
მივიწყებულ ქართულ ენაზე. არაჩვეულებრივია. ესე იგი, თამრიკო, ძალიან დიდი მადლობა შენ, რომ აი ასეთ დიდ საქმეს აკეთებ ნამდვილად. ძალიან დიდი მნიშვნელობა ზოგადად ადმინისტრაცია ვიგულისხმე უკაცრავად. ესე იგი, ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია არაჩვეულებრივად საჭირო საქმეებს აკეთებს, რომელშიც მოიაზრება აი ეს ხიდების გადება, თავიდან ურთიერთობის აღდგენა და ეს ყველაფერი არის ნაბიჯ, შეიძლება ძალიან პატარა ნაბიჯებია და კუს ნაბიჯებით მივდივართ, მაგრამ აუცილებლად მივალთ აი იმ ადგილამდე, რასაც დაბრუნება ქვია. ციცინო, ხო? იმიტომ რომ ეს საქმეები არის სიყვარულით გაკეთებული საქმეები და დაკავშირებული ერთმანეთთან იქაური და დევნილობაში მაინც საღამოს ბოლოს როგორ თქვა შოთიკომ როგორ გითხრა ჩვენ ისე უნდა გავძლიერდეთო აქო სანამ იქ არ ვართო და აქ ვართო ჩვენ უნდა გავძლიერდეთო კარგი განათლება უნდა მიიღონ ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ისე გავძლიერდეთ რომ მე იქ ადვილად მივეხმაროთ ჩვენ ქვეყანას. რა თქმა უნდა და მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ შოთას ჩემს სტუმრებთან ერთად და სრულიად საქართველოსთან ერთად 70 წლის იუბილეს ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და 71 წლის როცა გახდება დაბადების დღე აეღნიშნოს აუცილებლად ცხინვალში. გახსოვთ ალბათ ძალიან ცნობილი ნაწარმოები კაცი რომელსაც ლიტერატურა უყვარდა და იქ არის ასეთი სიტყვები რომ ციხეში უნდა ჩავსვა ყველაო და ძალით ვაკითხო ისინიო წიგნებიო მე ასე მგონია რომ აი იმ საღამოზე ჩვენ რო ძალით მოგვეყვანა საზოგადოება არა მხოლოდ ცხინვალის მთელი საქართველოს და რომ საერთოდ მათ ძალით აკითხებდე სამაჩაბლოს ისტორიას და საერთოდ ძალით დაასწრო ცხინვალის თეატრის სპექტაკლები ძალით ასე ვთქვათ მისცე ის წიგნები რომლებიც ცხინვალს ეხება და ყველაფერს და ძალით შეიყვანო რომელიმე ოჯახში შიგადაში რომლებიც დევნილობაში გაიზარდნენ მე ასე მგონია რომ საქართველოს მეტად გაიგებს რა არის სამაჩაბლო და იმ ტკივილსაც მეტად გაიგებს რა ტკივილის დღემდე დევნილ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მზია ქალბატონო თამარ ქალბატონო ციცინო მობძანებისთვის აი ამ ხელა სითბოსთვის სიყვარულისთვის და აი ესეთი არაჩვეულებრივი ქალობისთვის და ადამიანობისთვის დამთავრდა გადაცემა უკვე ქალბატონო მზია გავსათქმელი როგორც სწრაფად გავხურდით და მე ცოტა ვიყვარხარ ძვირფასო ვეიმედები სურვილებით გებშვიდობებით კიდევ ერთხელ გილოცავთ მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის